20 იანვარს BAG-ის ოფისში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანების მიერ პოზიციის დაფიქსირება არ დაფიქსირება იყო. რაზე შეჯერდნენ BAG-ის წევრები, უფრო მეც BMG-ის მთავარი რედაქტორი თელარა გელანდია გვიყვება, რომელიც უკვე გვერდდება პირდაპირ ეთერში. თელარა, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ პროტესტის 56 დღეს მაინც რამე სიტყვის BAG გისმენთ. გამარჯობა ელენე, სავარაუდოდ არ უნდა ველოდოთ, მოკლედ რატომ დუმს საქართველოს ყველაზე მსხვილი ბიზნეს ასოციაცია, როცა ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია, ამ კითხვით ბოლო 2 თვის განმავლობაში არაერთხელ მივმართეთ BAG-ს, მიუხედავად იმისა, რომ პასუხი პრაქტიკულად ნათელია. BAG ძირითადად მსხვილი ბიზნესების ერთობაა და მათი ნაწილი ქართული ოცნების მიმართ ლოიალურად არის განწყობილი დღემდე. შესაბამისად, ასოციაციაშიც კონსენსუსი არ აქვთ. ნაწილს დუმილი ურჩევნია, ნაწილს მოსწონს ოცნების პოლიტიკა. BAG-ის წევრი კომპანიების ნაწილმა კი, როგორც ვიცით, ინდივიდუალურად დააფიქსირა საკუთარი კრიტიკული პოზიცია, მათ შორის პლატფორმა Free Business G-ზე შეერთებით და იქ რეგისტრაციით. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი 20 ივნისს, როცა გაფართოებულ ფორმატში შეიკრიბნენ BAG-ის წევრები იმ ბიზნესმენებმაც, ვინც ოცნების გადაწყვეტილებებს საჯაროდ აკრიტიკებდნენ ამ დროის განმავლობაში და BAG-ისგანაც ითხოვდნენ, როგორც წევრები გამოეხატა თავისი აზრი ამ ასოციაციას, თქვეს, რომ BAG-იმ პოზიცია არ უნდა დააფიქსიროს და დარჩეს ჩუმად. თელარა, საინტერესოა, რა არის ეს მთავარი არგუმენტი, აი, რატომ უნდა დუმდეს BAG, როცა, როგორც ამბობ, თითქმის ყველამ დააფიქსირა პოზიცია. დიახ, ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე ბიზნესმენს, ვინც BAG-ის წევრია და თან Free Business G-ის მოთხოვნებს უერთდება. ყველას თავისი არგუმენტი აქვს, მაგრამ ამ საუბრებიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მთავარი მაინც ისაა მათთვის, რომ რადგან BAG ლობისტური ორგანიზაციაა და განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონე ბიზნესმენებს აერთიანებს, არაფრის მთქმელი კონსენსუსური განცხადების გავრცელებას სჯობს BAG საერთოდაც ჩუმად იყოს. მივედი იმ აზრამდე, რომ არ იქნება სწორი BAG-მა განცხადება გააკეთოს, გითხრა მაგალითად ვიდეოს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა, რომელიც Free Business G-ის მოთხოვნების ხელმომწერია. თუ ვერ შევჯერდით ყველა და არ იქნება ეს მაგალითად ისეთი კატეგორიული, როგორც Free Business-ზე გამოქვეყნა რაღაცა, მე სიმართლე გითხრა სხვა ტიპის განცხადებას, როგორც ერთი წევრი არ დაუჭერდი ხას, მაგრამ ამ განცხადებას იმიტომ თვითონ ესეთი თუ იქნება, ნახე, უნდა იყოს განცხადება თუ რაღაც კონკრეტული მომთხოვნი, მაგრამ მაგასაც პრინციპულად BAG-ს მესო გააკეთოს, ხო საჯარო ესეთი განცხადება ჩავთვალოთ, რომ დისკუსიის ფორმატი თუ საშუალება იკეთება მაგით. ანუ კომპანია როგორც BAG-ის წევრების ინტერესების წინააღმდეგ მოვა ნაწილიდან ბერგის რა. ეს უნდა გავაკეთოს ინდივიდუალურად. Free Business G-ის მოთხოვნებს იზიარებს, როგორც ვიცით, დეველოპერული კომპანია არსიც, მაგრამ მისი აქციონერი თორნიკე აბულაძეც მიიჩნევს, რომ BAG-იმ პოზიცია არ უნდა დააფიქსიროს, რადგან ის იდეაში უსულო ორგანიზაცია, რომლის მთავარი ფუნქცია არის სხვადასხვა ბიზნესების, სხვადასხვა კომპანიების ხელისუფლებასთან დაკავშირება. საბოლოო ჯამში ერთი არის ლობისტური ორგანიზაცია, რომელიც ესე ვთქვათ, სხვა ბიზნესები აქვს, რეალურად ანუ სხვანაირად ახდენს რაღაც ესე ვთქვათ თავის შედეგებს და ესე ვთქვათ ეს არის სამთავრობო სხვადასხვა სტრუქტურებთან ერთობები ურთიერთობით, მეორე რა არის შეხედე იქ არის 150 ასოციაციალმა სამთენი წევრი რა. შანსი არ არის 150 ადამიანმა სადაც არის განსხვავებული შეხედულებები, მათ შორის პოლიტიკური გემოვნებები და ჩვენ ერთობლივი განცხადება დავდოთ. ანუ მაგის ვარიანტი არ არის და შესაბამისად მაგასთან დაკავშირებით თავიდანვე ესე ვთქვათ თქვით რომ ვინმეს უნდა განცხადების გაკეთება თავზე გააკეთოს და BAG-ს არ უნდა გააკეთოს. BAG-ის მთავარი მისია თავისი წევრების ადვოკატირება და მოვლა პატრონობა. არ მაქვს მოლოდინი, რომ BAG-ის განცხადება რამეს შეცვლის. ამ აზრზეა კომპანია Nutrimax-ის მმართველი პარტნიორი ბექა ბექაიაც, რომელიც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ასევე ახალ არჩევნებში ხედავს. Nutrimax-იც არის Free Business G-ის ხელმომწერი. ჩვენ ინტერესებშიც არ არის ხაი კონკრეტული კომპანიის ინტერესებიდან გამოვიხედოთ, რომ ვთქვათ ეს საკომუნიკაციო არხები გატკბეს. ისეთ გარემოში ვართ ჩვენ, რომ კაცმა არ იცის ვინ რას როგორ გაიგებს. ბიზნესი მით უმეტეს, იმიტომ რომ ბიზნესი მაინც ის არის რაღაცა ასე ვთქვათ
მარცხების ქვეშ არის, ხო შიშის ქვეშ არის, ხო ეს დაცულიც გვეხმარებას არსული ნამსხვილებას და ვიღაცები ბედავენ არის ჩვენს არის უგეუნებიან თავი შეიკავეთ უხასიათობრივი ნუ გარკვეული რა ვიცი ხომ ეს ყოველთვის მოქალაქეობრივი პოზიციაა და ნუ რა ვიცი ჩვენ რაღაცას ვბედავთ ვიღაცა ვერ ბედავს თან მეორეა კიდევ ხა ჩვენ რომ დაწუნებული იყოს იმაში რომ ასოციაციის რამე განცხადება ნებისმიერი რა ვიცი აი ძალიან წავი განცხადება თუნდაც ხო რამეს შეცვლის არის მე კიდევ არ მაქვს ეგ მოლოდინი მოკლედ BAG დუმილის რეჟიმში რჩება, რა თქმა უნდა, BMG გააგრძელებს ბიზნეს ასოციაციის წევრი სხვა კომპანიების პოზიციების შეგროვებას, უნდა დუმდეს თუ არა ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნეს ასოციაცია ამ ვითარებაში, ასევე იმეც ვიტოვებთ, რომ მალე გამოქვეყნდება BAG-ის ბიზნესის განწყობის ინდექსი და ამ ფორმით მაინც გავიგებთ რა განწყობასეა მსხვილი ბიზნესი საქართველოში. ელენე. მადლობა თელარა, BAG-ის წევრი კომპანიების პოზიციები თელარა გელანტიამ მოგვესმენთ.